შემდეგ მოვიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო და ჰკითხეს მას. მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა. თუ ვინმეს მოუკვდება ძმა და დარჩება მას ცოლი, ხოლო შვილი არ დარჩება, მისმა ძმამ უნდა შეირთოს ის ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას. იყო 7 ძმა, პირველმა შეირთო ცოლი და ისე მოკვდა, შთამომავლობა არ დარჩენია. მეორემ შეირთო იგი და მოკვდა, არც მას დარჩენია შთამომავლობა, ასევე მესამემ 7-თაგან არც ერთს არ დარჩენია შთამომავლობა. ყველა შემდეგ კი დედაკაციც მოკვდა. აღდგომისას, როცა აღდგებიან, იმათაგან ვისი ცოლი იქნება, ვინაიდან 7-ვეს ყავდათ ცოლად. იესომ უთხრა მათ: იმიტომ ხომ არ ცდებით, რომ არიცით არც წერილები და არც ღვთისძალა. ვინაიდან მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში. ხოლო იმის თაობაზე, რომ მკვდრები აღდგებიან, ნუ თუ არა მოგეკითხავთ მოსეს წიგნში, მაყვლოვანზე როგორ უთხრა ღმერთმა მას, მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა. მკვდრების ღმერთი კი არაა, არამედ ცოცხლებისა. თქვენ კი ძალიან სცდებით.